რადიო კომერსანტის თემა აგრძელებს თქვენს მუშაობას. მე ნოდარ სირბილაძე ვარ და ტრადიციულად დღეს გვექნება უკვე 2025 წლის ბოლო რუბრიკა კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვა. ბუნებრივია შემდეგ წელსაც ეს რუბრიკა აქტიურად გაგრძელდება ჩვენს ეთერში და ეხლა გვექნება დღეს უკვე შეჯამება კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის და ძალიან ბევრ საინტერესო ასპექტზეც ვისაუბრეთ ჩვენ სტუმართან ერთად. ქეთევან ჭუმბურიძე შემოგვიერთდა კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი. ქეთევან, მოგესალმებით პირველ რიგში. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ მსმენელს. 2025 წელი ძალიან საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის მიმართულებით. სრულიად საქართველოსთვის წელს საერთაშორისო აღიარებამაც დაადასტურა ეს. ჩვენ გავხდით მსოფლიო საერთაშორისო ქსელის მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით პრეზიდენტები, რაც არის ძალიან დიდი პატივი და ეს არის ძალიან დიდი ნდობის გამოხატულება ჩვენს მიმართ. ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა კოლაბორაციის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკის ურთიერთგაცვლის და მით უფრო ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როდესაც საქართველოს ჯერ კიდევ ახალბედაა ამ საკითხებში, მით უმეტეს მომხმარებლის უფლებების მიმართულებით. კანონი 2022 წელს შევიდა ძალაში და შეიძლება ითქვას, რომ გეომეტრიული პროგრესით ვითარდებით, რაც უკვე აღიარებულია საერთაშორისოდაც. წელს ასევე ზედიზედ მეორედ მოვიპოვეთ მსოფლიო ბანკის ჯილდო ნომინაციაში ბიზნეს სამომხმარებლო ურთიერთობაში ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში. ამ კუთხით აღსანიშნავია შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომობის და ინფორმაციის, იგივე ადაპტირებული სახელმძღვანელოების, საინფორმაციო ბუკლეტები. ასევე წელს ძალიან გაიზარდა მასშტაბი და თითქმის ყოველკვირეულ რეჟიმში ხორციელდებოდა და იგეგმებოდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვიზიტები. ეს არის ვიზიტები სკოლებსა და უნივერსიტეტებში და მინდა აღვნიშნო, რომ ეს ლექცია, სემინარები არასდროს არ არის, ასე ვთქვათ, მონოლოგიურ რეჟიმში, იმიტომ რომ დაინტერესება არის ძალიან მაღალი, თუნდაც სკოლის მოსწავლეების მიერაც და მინდა ეს სასიამოვნოდ აღვნიშნო, რომ როდესაც უკვე მოზარდები ამასაკიდანვე ინტერესდებიან მსგავსი საკითხებით, იგივე მომხმარებლის უფლებების დაცვით, იგივე კონკურენციის აღსრულების პოლიტიკით, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ყალიბდება ძალიან მნიშვნელოვანი ბირთვი ცნობიერი საზოგადოებისა. კი ბატონო, კეთი აბსოლუტურად გეთანხმებით, თან დასაწყისში თქვენ რაც აღნიშნეთ, თუნდაც მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მახსოვს თავიდანვე მეც პირადად აქტიურად ვიყავი ჩართული, როცა ეს კონცეფცია მუშავდებოდა და მართლა ძალიან სწრაფად წავიდა განვითარების ტენდენცია ამ მიმართულებით და ახლაც პრინციპში შედეგებზე თუ ვილაპარაკებთ, ის რომ ნებისმიერი რაც დარღვევა მომხმარებლის უფლებების პირობითად აი ამ მიმართულებით უკვე რომ რეკომენდაციებია რომ აი წადით კონკურენციის სააგენტოს მიმართეთ, ესეც უკვე მეტყველებს ერთის მხრივ რამდენად აქტიურად მივიდა საზოგადოებამდე ინფორმაცია და მეორეს მხრივ რამდენად ეფექტიანად მუშაობს, იმიტომ რომ არ მუშაობს ეფექტიანად, რეკომენდაციასაც არავინ გაუწევდა. აი განათლების ნაწილს შეეხეთ, რეგიონებიც რო ვთქვათ, ძირითადად რომელ რეგიონებში თუ მოვიცავთ მთელი საქართველო, აი ამ მიმართულებით როგორი პროაქტიულები იყავთ? ჩვენ მოვიცავთ თითქმის მთელი საქართველო, ვიზიტები ჩატარდა დედაქალაქშიც, თუმცა პრიორიტეტი კვლავ იყო რეგიონები და უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან პროდუქტიული, სასარგებლო და მნიშვნელოვანი ტრენინგები იყო არა მარტო სკოლის მოსწავლეებისთვის და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, არამედ ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ეს გახდა ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა ურთიერთმოსაზრებათა გაცვლის, იმიტომ რომ დასმული იყო ძალიან საინტერესო შეკითხვები, გაჟღერებული იყო ძალიან საინტერესო აქცენტები და ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ამ ყველაფრის მოსმენა. მომავალ წელსაც რა თქმა უნდა გაგრძელდება ეს პროექტი და კიდევ უფრო გაიზრდება ამის მასშტაბები. კი ბატონო, თან სეგმენტი ძალიან მაგრად არის არჩეული, ხო, როდესაც ვსაუბრობთ ახალგაზრდებზე, ერთის მხრივ რომ მომავალი თაობაა და ისინი მათ უკვე ექნებათ ინფორმაცია, მაგრამ მეორე ამბავი ის არის, რომ ოჯახებში თან რეგიონებზე რო ვსაუბრობთ, ოჯახებში ამბის მიმტანები არიან და იმ ოჯახებსაც, თუნდაც იგივე სამეზობლოსაც შეუძლია ჭყალებში გადაასდონ ეს ინფორმაცია, რა ინფორმაციასაც ასე ვთქვათ თქვენ ავრცელებთ. ცხადია და ამის დასტური ასევე შეიძლება იყოს წლევანდელი ჩვენი სტატისტიკა. 2025 წელს შემოსულია 1400-ზე მეტი განცხადება და მეტი წილი სწორედ რეგიონებიდან მოდის. ეს წინა წლის მაჩვენებელს რომ
შევადაროთ, არის სამჯერ მეტი თითქმის, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს უკვე სამჯერ მეტმა მომხმარებელმა იცის, როგორ უნდა დაიცვას თავისი უფლებები, ყველაზე ეფექტურად და ეფექტიანი საშუალებებით. შესაბამისად, ეს ზუსტად ცნობიერების ამაღლების ინდიკატორია. პარალელურ რეჟიმში სააგენტო კვლავ ახორციელებს ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა კამპანიებს. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წლევანდელი გატარებული ღონისძიება არის ის, რომ დამტკიცდა 3 სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლებიც არის ერთგვარი გზამკვლევი, ერთგვარად დაკონსპექტებულად არის წარმოდგენილი ჩვენი კანონის ყველაზე მნიშვნელოვანი წახნაგები. როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ეს სახელმძღვანელოებია ელექტრონული კომერციის შესახებ სახელმძღვანელო, გარემოს დაცვითი განცხადებების შესახებ სახელმძღვანელო და ასევე გვაქვს ერთგვარი გზამკვლევი სახელმძღვანელო, სადაც მოცულია სააგენტოს მიერ განხორციელებული გადაწყვეტილებები, რომლითაც დადგა დღემდე სტანდარტები. ანუ რას ნიშნავს ეს? ის მანიპულაციური ტექნიკები, ის პრაქტიკები, რაც ჩვენ მიერ უკვე მიჩნეული იქნა სამართალდარღვევად და უსამართლო კომერციულ საქმიანობად, ასე ვთქვათ, ილუსტრირებულად და ამოკრეფილად არის წარმოდგენილი, რაც ძალიან აღქმაც ხდის როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ბიზნესისთვის წარმოადგენს ერთგვარ ყვითელ დროშებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ქმედებები უნდა ამოიღონ თავიანთი კომერციული პრაქტიკიდან პრევენციულად, იმისთვის, რომ არ მოუწიოთ მოგვიანებით სხვადასხვა სანქციის წინაშე აღმოჩენა. კი ბატონო, საინტერესოა ამ სახელმძღვანელოების უშუალოდ გავრცელება, როგორც მივხვდი, არის როგორც ბიზნესისთვის, ისე ფიზიკური მომხმარებლისთვის, ხო? ეს სახელმძღვანელოება, აი გავრცელების ნაწილი როგორ ხდება? ჩვენ სახელმძღვანელოები უპირველესად განთავსებულია ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მარტივად ესტუმროს და ჩამოტვირთოს სამივე დოკუმენტი. ასევე მაქსიმალურად დიდი ტირაჟით იბეჭდება სახელმძღვანელოები და ვცდილობთ, რომ გავავრცელოთ როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. ამ სახელმძღვანელოების მიზანია ერთგვარად იმის უზრუნველყოფა, რომ კანონის ეფექტიანობა მაქსიმალურ მნიშვნელობამდე გავზარდოთ. რომ არ იყოს ისე, რომ ეს კანონი სადღაც რაღაც ჩვენი უფლებები წერია და ამის შესახებ უმეტესობამ არ იცოდეს. არა, არამედ ჩვენი მთავარი მიზანი ზოგადად პოლიტიკა არის ესეთი და სახელმძღვანელოების მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ თითოეულ მომხმარებლამდე მივიტანოთ ეს კანონი და პირდაპირ მნიშვნელობით მაგიდაზე დავუდოთ ყველა მნიშვნელოვანი მექანიზმი და ბერკეტი, რაც მათ ხელთ შეიძლება იყოს, როდესაც მათი უფლებები ირღვევა. კი ბატონო, თან სხვათაშორის გავიხსენებ იგივე მომხმარებლების დაცვის კვირეული რეგიონებში აქტივობა, იქაც მე თვითონაც როცა ვესწრებოდი, შემხედრია ეს შესაბამისი სახელმძღვანელოების კრებული ერთგვარად, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. თან როგორც ვიცი, უშუალოდ კონკურენციის სააგენტო, როცა ღონისძიებას ატარებს, იქ არა მხოლოდ ოფიციალური პირები, მათ შორის არიან სამთავრობო წრეების წარმომადგენლებიც, მათ შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ბიზნესის წარმომადგენლები და მოკლედ იქაც ხდება აქტიურად ამ ინფორმაციის მიმოცვლა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად. და სტატისტიკაზე რო გადავიდეს, ეს საინტერესოა. წელს როგორი მოცემულობა საბოლოო ჯამში, თუნდაც მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით თბილისსა და რეგიონებში მათ შორის. კი ბატონო, წელს როგორც უკვე აღინიშნა, ძალიან გაზრდილია მომართვიანობა, რასაც ჩვენ პოზიტიურად ვაფასებთ. როგორც უკვე აღინიშნა, 1400-ზე მეტი განცხადება არის შემოსული. მეტი წილი კვლავ მოდის ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ უკვე ციფრულ პლატფორმებზე გადაინაცვლა ყველაფერმა და ეს არ არის ერთადერთი მიზეზი. ონლაინ ვაჭრობის დროს გაცილებით უფრო მოწყვლადია მომხმარებელი, გაცილებით უფრო დაუცველი და უფრო მარტივად შეიძლება შევიდეს შეცდომაში. ასევე მოვაჭრეებს მეტი საშუალება აქვთ გამოიყენოთ სხვადასხვა ტიპის მანიპულაციური ტექნიკები. აი ძალიან კარგად არის ეს ყველაფერი აღწერილი ჩვენ სახელმძღვანელოებში, სტანდარტების სახელმძღვანელოებში, სადაც ილუსტრირებულია სხვადასხვა ტექნიკები, რომლითაც მოვაჭრეებს მომხმარებლები შეცდომაში შეყავთ. ეს არის თუნდაც ყალბი უკმთვლელები, ეს არის სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიები, ისეთი შაბლონები, სადაც ისინი აჟღერებენ, რომ რაღაც პროდუქტს მიიღებენ უფასოდ და ამ დროს არსებობს დაფარული ხარჯები და ამ ყველაფრის გაცნობა მარტივად შეიძლება, როდესაც ესტუმრება ნებისმიერი მომხმარებელი ჩვენ ვებგვერდს, ნახავს სახელმძღვანელოებს, ჩვენს დოკუმენტებს, საინფორმაციო ბუკლეტებს, მხრივ ჩვენ ვაგრძელებთ და მომავალ წელსაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი დაიბგეგმება. კი ბატონო, იგივე ელექტრონული კომერციის მიმართულებითაც კარგი იყო ის ერთგვარი რეკომენდაციები, რაც გაეცით, ხო, ესეც მნიშვნელოვანია რომ აღნიშნოთ, აი მიმდინარე წელს აქტიურად გავრცელდა მათ
შორის იგივე ჩვენ ეთერშიც იყო, როგორ შეიძლება პირობითად ვენდოთ ამ თუ იმ მაგალითად ბიზნეს გვერდს პირობითად, რომელიც გარკვეულ პროდუქციას ყიდის. ახლა რაც 100 ლაიქი რო აქვს Facebook გვერდზე და 500 ლარიანი უცრაფას დაკლებით 20 ლარად ყიდებს, ესე იგი მან ცოტა რაღაცა საფრთხე არის. და ნუ ეგ რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრინციპში. ძალიან დიდი მადლობა მოკლედ რომ შეაჯამეთ ჩვენთან ერთად კონკურენციის სააგენტო საქმიანობა და ტრადიციულად მოკლედ ვისაც გარკვეული ასე ვთქვათ ბიზნეს ურთიერთობის დროს, თუნდაც ბიზნესთან პროდუქციის შეძენის დროს, ხარისხობრივ ნაწილში, თანხობრივ ნაწილში და ასე შემდეგ, გარკვეული უფლებების დარღვევა გექნება, შეგიძლიათ მიმართოთ კონკურენციის სააგენტოს. ნუ ბუნებრივია 2026-ში ჩვენ გავაგრძელებთ აღნიშნულ რუბრიკას და ვისაუბრებთ ერთად ძალიან ბევრ საინტერესო მიმართულებაზე შემეცნებით ნაწილში მათ შორის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ქეთევან ჭუმბურიძე, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი.